დედა. რევას ინანიშვილი. დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე. შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედა ჩემი, თითებ დამჭკნარი, მაჯებ დაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და ისე მეუბნებოდა, ხან ვწევარ შვილო, ხან აი ასე დავრაცრაცებო. ვიყავი ერთ ღამეს და ერთ დღეს. თითქოს ეზოყორის მოწესრიგებით გართული სინამდვილეში რაღაც ცოდვით შეწუხებული. მეორე საღამოს უკვე შებინდებულზე წამოვედი. ჩვენი რკინიგზის სადგურამდე 4 კილომეტრამდე გზა არის, სულ თავქვე. აქედან კიდევ აღმართი. გამემართა დედაჩემმა ძველებური ფარანი. ამინთო, სადგურში რომ ჩახვალ მორიგესთან დატოვე და ვინმეს ამოვატანინებ მერეო. დავიწყე მე სიცილი. რა ფარანი მინდა დედა? 40 წელიწადია ამ გზაზე დავდივარ, სულ ქვაქვა ვიცი მეთქი ყველაფერი. არაო შვილო, ახლა სულ შეცვლილია. სად რას აკეთებენ, სად რასო? თან მოლინჭყულია, ფეხით სურავსო. ბევრი მეხვეწა, მაგრამ არ წამოვიღე ის ფარანი. გამომაცილა კი კარგა მანძილზე, სანამ დიდი დაღმართი არ დაიწყებოდა. მომყვებოდა იმ წყარამში, მინათებდა გზას და თან სულ მარიგებდა დედურად. დიდ დაღმართთან თვითონვე შეჩერდა, ასწია ფარანი ცოთაზე. წაიღე შვილო, შემეხვეწა ერთხელაც. მე გადავკოცნე ხიმილით. წადი მეთქი ახლა, მივაბრუნე, თითქოს გაბრუნდა. წავიდა კიდეც. მივიხედე და დგას ისევ. მაღლა უჭირავს ფარანი. მეორე ხელით შეუშველებია. წადი მეთქი, წადი. გაბრუნდა. წავიდა. მე თავქვე დავეშვი. ზურგჩანთამ კიდია, თითქმის მირბი ვარ. მივიხედავ უკან და რამდენსაც მივიხედავ, იმ წყარამში ის ფარნის შუქი ისევ ერთ ადგილას დგას. ალბათ მეჩვენება მეთქი, გავჩერდები, ვაკვირდები. შუქი მაინც არ იძვრის. დედა! დედა! არავით არ იჩქამი. მიავი სახეში მცემს, ჩემი ხმა იქამდე ვერ აღწევს. ისე ჩავედი სადგურში, ისე ავედი მატარებელში, ის შუქი მხოლოდ პატარავდებოდა და არ იძვროდა. ვუყურებდი ვაგონის ფანჯრიდანაც და ვწყრებოდი დედების სიჯიუტეზე. ის კი იყო და ის. ცოცხალი აღარ მინახავს დედაჩემი. დეკემბრის 16-ში, ღამით 11 საათზე, უწვალებლივ დაელია სული და დამრჩა ამ ფარნის შუქი სამუდამო დარდად. რატომ იდგა იქ იმ აღმართის თავზე, სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს? ნუ თუ მართლა იმას ფიქრობდა, რომ ცოტათი მაინც მინათებდა ფარნით გზას. ნუ თუ ეგონა ცუდი რომ რამე მომწეოდა, უთუოდ მისწვდებოდა ქვემოდან ხმა. თუ სულაც ცუდად გახდა, ჩაჯდა, ვეღარ წამოდგა და იყო ასე, ფარანზე დახრდნობილი. კიდევ უარესი, სამუდამოდ ხომ არ მეთხოვებოდა იმ ფარნით. დაუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს.